დღეს ჩვენ ეზოში ვსაუბრობთ სტერეოტიპებზე. ვიდრე დავიწყებდეთ თემაზე საუბარს სტუმრებთან ერთად, მოდით ნახოთ სიუჟეტი. კედლების ფასადებზე გაკეთებული წარწერები, მოზღვევებული ემოციის გამოხატვა თუ მიზეზი გაცილებით სერიოზულია, ამაზე დაფიქრება ღირს. ქრისტეს შობამდე პირველი საუკუნე, არაბულ დიალექტზე აღმოჩენილი მინაწერები, ჯვაროსნების წარწერები წმინდა სამარხებზე. მეორე მსოფლიო ომის პოპულარული გრაფიტი აქ იყო კილდროი. მოყოლებული დღევანდელ დღემდე ჩანაწერების ფორმა იცვლებოდა, შინაარსი კი მხოლოდ ნაწილობრივ. საუბარია იმაზე, რომ რამდენიმე ზედაპირული სიტყვა ერის ცნობიერების, იდეოლოგიის, პოლიტიკური კურსის და კულტურული ცხოვრების პირდაპირი გამოხატულებაა. ჩვენ კი ამ წარწერებს ან წლები ყურადღებას არ ვაქცევთ, ან როცა შევამჩნევთ, ბრმად ვშლით. ფასადების გაწმენდა გასუფთავებაზე თბილ სერვის ჯგუფის წარმომადგენლები მუშაობენ. ძირითადად ქალაქში ხდება ხოლმე ფასადების, ანუ შენობების ფასადების ამახინჯება სხვადასხვა სახის საღებავებით, ხდება სხვადასხვა სახის წარწერების გაკეთება, ნახატების გაკეთება. ამასთანავე იყო შემთხვევები, რომ ძეგლებზე მოახდინეს საღებავებით ძეგლის შეღება. თბილისის სერვის ჯგუფს გააჩნია სპეციალური მაღალი წლებით რეცხვის აპარატები, რომლის საშუალებითაც ხდება ამ წარწერების წაშლა. ალბათ თითოეულ თქვენგანს არაერთხელ გისეირნიათ ან დაგისვენიათ ვაკის პარკში და უცნობი ჯარისკაცის მემორიალთანაც შეჩერებულ ხართ. თუმცა რა სიტყვით, როცა გაიგებთ, რომ ამ ადგილს ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ქსენოფობიური ინგლისურენოვანი წარწერა ამშვენებს. საქართველოს ქართველებისთვის შეწყდეს იმიგრაცია. საქართველოს არის ქართველებისთვის. რაც ჩვენმა მამაპაპამ შემოგვინახა და ისეთ ჩვენი ერი საუკუნეები იბრძოლა და საუკუნეებს გაუძლო. არანაირი მიწის გასხსება არ უნდა მოხდეს, არანაირი მიწის გაჩუქება და არანაირი მიწის გაყიდვა. ჩემთვის პირადად რავი, უფრო მისაღებია ალბათ, რომ უცხოელების იყვნენ, როგორც ჩვენ ჩავდივართ, ანუ უცხოეთში და როგორც მათთვის მისაღებია, ჩვენცაც ანალოგიური უნდა იყოს რამე ხო, მე ესე ვთვლი. დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია, მაგრამ რეალურად გვესმის კი რა საფრთხის მატარებელი შეიძლება იყოს ერთი შეხედვით უბრალო მინაწერი, ან არის თუ არა განსხვავება მასსა და გვერდით მიწერილ ფერად სახელებს თუ უმნიშვნელო სიტყვებს შორის. მე აქავარ წელიწად ნახევარია. ამ წელიწად ნახევრის განმავლობაში რაც წარწერა არის, არაფერი არ მომატებია. ეს ჩემამდე ასე იყო და ეხლა მე არ ვიცი შიგნით რა წერია ხო, ინგლისურად, მაგრამ ეს წარწერა კარგად მახსოვს, სო ეს ჩემ ხელში არ არის დაწერილი. თავარი ვაკის პარკის ახლად შეცვლილი დაცვის წარმომადგენლისთვისაც წარწერის ხნოვანება აღმოჩნდა და არა მისი შინაარსი. 7 თვე რაც დავიწყეთ აქ მუშაობა, ანუ ჩვენამდე ამბობდნენ მაგას, რომ ჩვენამდე იყო განხილული წარწერა და პასუხისმგებელი ალბათ წინ ვინც იყო, ჩვენ წინ ის იყო, რომ ინიექცია სათანადო ყურადღება რომ არ დაეწერათ ეს წარწერა, ალბათ შემოვლები გააკეთებინა ჩვენ მაგაზე პასუხისმგებლები არ ვართ. სად მთავრდება საქვეყნოდ სიყვარულის ახსნის თუ პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის უფლება და იწყება კანონი თუ კულტურა, ისევ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ. მსგავსი ქსენოფობიური წარწერების გაქრობამდე კი ვიმეოროთ, რომ ქართველი არის ყველაზე ტოლერანტული და შემწყნარებელი ერი. ალბათონო ალექსანდრე, იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად გიწევთ ახალგაზრდებთან ურთიერთობა თქვენი პროექტებიდან გამომდინარე, ორგანიზაციიდან გამომდინარე, რამდენად ჩვენს ახალგაზრდებში არის სტერეოტიპები ღრმად გამჯდარი? ჩვენი ორგანიზაცია 2001 წლიდან მუშაობს და გეტყვით, რომ ამდენი წლის მანძილზე ჩვენ ძალიან ახლო შეხება გვქონდა ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებთან, ვინაიდან მუშაობდით სამოქალაქო განათლების კუთხით მათთან. გეტყვით, რომ თითქმის ყველა ღონისძიების დროს, რასაც ჩვენ ვატარებდით სულ განსხვავებულ თემატიკაზე, თუნდაც წმინდა სამოქალაქო განათლების კუთხით ან ადამიანების უფლებებზე და ასე შემდეგ, ყოველთვის ჯგუფში შეინიშნებოდა სხვადასხვა იყო ფაქტები, სამწუხარო ფაქტები იმის, რომ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებს შორის იყო რაღაც ემოციური განწყობები, ასე ვთქვათ, ერთმანეთის მიმართ. ამის საფუძველი იყო სტერეოტიპები. ამის საფუძველი, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ის სტერეოტიპებია, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ როდესაც უფრო სიღრმისეულად ჩავიხედეთ ამ საკითხში და დავიწყეთ ამ საკითხის შესწავლა და გვინდოდა იმ მიზეზების გარკვევა თუ რა ხდებოდა, რა იყო ამის საფუძველი, ჩვენ მიხვდით, რომ ახალგაზრდები ფაქტიურად არაფერი იციან ერთმანეთის შესახებ. ანუ მათ არაფერი იციან, ანუ გარდა იმისა, რომ პიროვნულად იცნობენ თავის მეზობელს, თავის კლასელს, ჯგუფელს და ასე შემდეგ. ფაქტიურად ნაკლები ინფორმაცია გააჩნიათ ერთმანეთის კულტურების შესახებ, ტრადიციების შესახებ, იმის შესახებ თუ რატომ იქცევიან ასე თუ ისე გარკვეული ჯგუფის წარმომადგენლები, რა არის მათი ყოველდღიური ცხოვრება.
ეს არის ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ ფაქტიურად ახალგაზრდები არიან საზოგადოების მამოძრავებელი ძალა. ეხლა არიან ესენი იმ ასაკში არიან, როდესაც ვენახივით არიან. რა მიმართულებასაც მისცემ, იმ მიმართულებით განვითარდებიან და წავლენ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ამაზე მუშაობა და სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი პროექტი, რომელსაც ეგ დავიწყეთ საუბარი. ეს ვისაუბროთ რა თქმა უნდა ამ პროექტზე. ბატონო მურმან, რა არის თქვენი აზრის კიდე ის ნაწილი, რომელიც უწყობს ხელს სტერეოტიპების, მავნე სტერეოტიპების ჩამოყალიბებას? მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო შეკითხვაა, იმიტომ რომ ამ თემებზე ზოგადად ხშირი საუბარი და დისკუსია არ მიდის. ეს არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ კიდევ პრობლემა, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების ფართო მასებში არ ხდება ასე ვთქვათ ამ საუბრებზე დისკუსია, არ არის ზოგადად ეს საუბრები და შესაბამისად არის რაღაც ელიტური წრე ერთგვარი შექმნილი, რომელიც ამ საკითხებს განიხილავს, ანუ ამ თემის რეზონირება არ ხდება. კი ბატონო, ანუ მე ვფიქრობ, რომ ამ პროექტის ერთ-ერთი ასე ვთქვათ პოზიტიური მნიშვნელოვანი ნაწილი და უპირატესობა სხვებთან მიმართებაში არის ის, რომ ზუსტად მოხდა რეგიონების ასე ვთქვათ შერჩევა სწორად და მუშაობა იყო არა მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვინც არიან ასე ვთქვათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, არამედ ეთნიკურად ქართველებიც. აქ აქცენტი დაისვა სწორად იმასთან დაკავშირებითაც, რომ საუბრები, დისკუსიები, სემინარები, ღია ლექციები, ასე ვთქვათ ბარკემპები, ის აქტივობები, რაც იყო პროექტის ფარგლებში და პროექტის განმავლობაში, არ იყო მხოლოდ ეთნიკურად არაქართველებთან. შესაბამისად, ამან თავი შედეგი გამოიღო, მე ვფიქრობ და შედეგი მიმდინარე პროცესიც არის ერთგვარი და ამან შეუწყო ხელი იმას, რომ მეტად დაახლოვა ეს ახალგაზრდები ეს ერთი, მეორე სწორად დასვა პრობლემის არსი და შემდგომ უკვე მოხდა სწორად პრობლემის ანალიზის ალბათ გაცნობიერება პრობლემის ხდება ერთობლიობაში, როცა ყველა მხარე წარმოდგენილია, ყველა ჯგუფი წარმოდგენილია. და ცოცხალი დისკუსია მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მარტო ჩაკეტილი ერთ კონკრეტულ თუნდაც უმრავლესობა მსჯელობს ამ თემაზე ან უმცირესობა იმ შედეგს ვერ მოგვიტანს. და ყველაზე მთავარი დავასრულებ, ანუ მარტო იმაზე არ უნდა ვისაუბროთ და აქცენტი არ უნდა დავსვათ იმაზე, რომ არის თუ არა სტერეოტიპი, არსებობს თუ არა სტერეოტიპები და როგორ უნდა დავამსხვროთ ეს სტერეოტიპები. ჩემი აზრით, გამომწვევი მიზეზები რა არის ამ სტერეოტიპების, ამაზე უფრო სიღრმეში და უფრო ღრმა ანალიზი უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით. ჩემი აზრით, ეს არის ერთგვარი შიში, რომელიც არსებობს საზოგადოებაში და ეს არის ერთგვარი ინფორმაციის ნაკლებობა, რომელიც არსებობს იგივე რეგიონებს შორის. ახლობენ ინფორმაციას. უკვე რაღაც ფობია ჩდება. უკვე ჩდება ფობიები, უკვე იცი რა, ისინი ფიქრობენ იმას, რომ ეს მათი ტერიტორიაა და ასე შემდეგ. არავინ არ მივიდა და არ კითხა. შენ როგორ ფიქრობ, ჩემო მეგობარ? რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი პრობლემა და მედიას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი და რა თქმა უნდა, ამ ნაწილზეც ვისაუბრებთ, მედიაზე ვისაუბრებთ, რამე თუ მედია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, შეიძლება ითქვას გადამწყვეტიც კი, ადამიანებს მისცეს საშუალება რომ იმსჯელონ ამ კონკრეტულ თემაზე. კიდევ ერთხელ მოგესალმებთ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ მოგზანდით. როგორ ფიქრობთ, რა უწყობს ხელს მავნე სტერეოტიპების ჩამოყალიბებას? საერთოდ ადამიანები მიდრეკილები არიან იმისკენ, რომ საკუთარ კულტურაში იყვნენ გაერთიანებულები და თუ კი მათ ექნებათ უფრო მეტი ურთიერთობა ერთმანეთთან, ესეც მნიშვნელოვანი არის, რადგან ვიყავთ ტრენინგებზე, სადაც სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები ვიყავით შეკრებილები და იმ ერთი მაგიდის ირგვლივ გაერთიანებამ და ერთმანეთთან საუბარმა ხელი შეუწყო უკვე გარკვეული სტერეოტიპების და იდეოლოგიების გადაფასებას. ასე რომ ვფიქრობ, რომ როდესაც იცი სხვა პიროვნების შესახებ, თუ რა კულტურა აქვს მას, ინფორმაცია გაქვს მის შესახებ, ამ შემთხვევაში უკვე სტერეოტიპები აღარ არსებობს. ანუ ფობიებიც აღარ არსებობს. რა თქმა უნდა. თავარი არის ურთიერთობა გქონდეს, ეს არის მნიშვნელოვანი და არ მოხდეს გარკვეულწილად ბარიერების აღმართვა პიროვნებების მიმართ და რაიმე ნიშნით მათი მოწყვეტა საზოგადოებისგან. დიდი მადლობა. კიდე როგორ ფიქრობთ, რა უწყობს ხელს, რომ ჩამოყალიბდეს ესეთი ტიპის ფობიები? პირველ რიგში ვფიქრობ, რომ უფრო სიღრმისეულად უნდა დავიწყოთ შესწავლა. ვფიქრობ, რომ თავიდანვე არის აღზრდის პრობლემა. თუნდაც შული რო თამაშობს სხვასთან, არ მივიდეთ არ უთხრათ ეს სხვა ეროვნების არის, სხვა ეთნიკური წარმომადგენელია და არის თამაშო ან არის მეგობრო. აი ასეთი საქციელი უკვე ბავშვს ზღუდავს და გარკვეულ ფარგლებში აქცევს და თაობად შემდეგ იზრდება რაღაც. ანუ ოჯახი გარკვეულწილად ამკვიდრებს თავის პირში სტერეოტიპებს. კი. დიდი მადლობა. როგორ ფიქრობთ, ოჯახი არის უმთავრესი ნაწილი იმისა, რომ ბავშვი განვითარდეს სწორად და არ იყოს ტყვეობაში ამ კლიშეების?
რა თქმა უნდა, ოჯახზე ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული, იმიტომ რომ ბავშვი პატარაობიდან როგორ გაზდი და რას ჩააგონებ, მაგაზე არის დამოკიდებული და თუ ჩემის აზრით ხო ლიბერალურად მიუდგება სხვადასხვა ერებს, იმ ეთნიკურ უმცირესობებს რომ ნებისმიერ ქვეყანაში ეს არ არის მაინც და მაინც საქართველოს, ხო? არის სხვა ბევრი ქვეყნები, სადაც არიან ბევრი ეთნიკურ უმცირესობები. ოჯახზე არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, იმ მშობლებზე, რომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც უბრალოდ სხვა ეროვნების და სხვა კულტურის მატარებლები არიან. დიდი მადლობა. მოდით კონკრეტულ კი ბატონო. რეგიონზე გავამახვილებ ყურადღებას, რომ პრობლემა იყო ეთნიკური უმცირესობების, რომ ანუ როგორ ყალიბდება სტერეოტიპები და გაამახვილეს ყურადღება ოჯახზე. ასევე მინდა ვთქვა, რომ რეგიონში არის ინფორმაციული ვაკუუმი ამ თემის შესახებ და ესეც უწყობს იმას ხელს, რომ ჩამოყალიბდეს სტერეოტიპები და ფობიები განვითარდეს. შესაბამისად, ქართული ახალგაზრდობა ნაკლებად ტოლერანტია და უფრო მეტად სტერეოტიპული და მახინჯი აზროვნება, თუ შეიძლება ასე დავარქვათ. თუმცა, რა ვიცი, ვფიქრობ, რომ ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ ამ სტერეოტიპებს. მადლობა. დიდი მადლობა. თხოვთ? დავამატებდი იმას, რომ სტერეოტიპული აზროვნების მსხვერპლში ოჯახისა და სახელმწიფოს გარდა ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს გარშემოყოფ საზოგადოებას, მეგობრებს, სკოლას, უნივერსიტეტს, იმიტომ რომ უნივერსიტეტში მე შეხება მაქვს ძალიან ბევრ ეთნიკურ სომეხ, ეთნიკურ აზერბაიჯანელ ადამიანებთან, რომლებთანაც ძალიან კარგად ვართ, ანუ კარგი ურთიერთობა გვაქვს და მიმაჩნია, რომ თანამედროვე ეპოქაში 21 საუკუნეში არ არის ნორმალური, არაკონსტრუქციული ისე იაზროვნო, რომ ეს ადამიანი არის სხვა სხვა ეროვნების წარმომადგენელი და უნდა მოვახდინოთ მისი დისკრიმინაცია. ეს არის ჩემი აზრით სისულელე. დიდი მადლობა. თხოვთ? მე ვფიქრობ, რომ მედია არის უმთავრესი დამნაშავე ამ პროცესში და პოლიტიკური სპექტრი ქართული განსაკუთრებით, რომლებიც ხშირად აპელირებენ ხოლმე უმცირესობის თემებით და სწორედ აქედან იწყება სტერეოტიპების ჩამოყალიბება. სულ ახლახან იყო სამცხე-ჯავახეთის სეპარატიზმზე საუბარი, სულ უმნიშვნელო ფაქტიდან წარმოიშვა ეს თემა და მთელი მედია საშუალების, ასე ვთქვათ, აჯენდა გახდა და შესაბამისად მთელი საზოგადოების შემდეგ უკვე. რაც შეეხება გოგონას მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ქართველი ახალგაზრდები ვიყოთ უფრო მეტად სტერეოტიპებით შეპყრობილი თუ რაც ქვია, ამას არ დავეთანხმები, იქიდან გამომდინარე, რომ სტერეოტიპი არ არის რაღაც ეროვნების დამახასიათებელი, ორივე მხარეს, სამივე მხარეს თუ სულ ერთია, რამდენი მხარეც იქნება ჩართული ამ დიალოგში და საუბარში, აქვს აუცილებლად სტერეოტიპი და ვერავინ ვერ იტყვის, რომ სტერეოტიპი არ გააჩნია მას. თუნდაც, როდესაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ზოგადად ადამიანების სტერეოტიპებით ცხოვრობთ, თუმცა ეს გვიადვილებს ცხოვრებას. კი, რასაკვირველია. ავიღოთ ერთი კონკრეტული მაგალითი. საუბარი იმ კლიშეებზე, რომელიც ჩვენ ურთიერთობაში გვიშლის. რასაკვირველია. კონკრეტულ მაგალითი მინდა მოვიტანო, მაგალითად, როდესაც სამსახურში იღებ ახალ თანამშრომელს და ის არის ეთნიკურად უმცირესობის წარმომადგენელი. თუ კი ის არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც შენი მოთხოვნა და არ მიიღებს სამსახურში, შესაძლოა მისთვის ეს გახდეს, ვთქვათ, საბაბი იმის, რომ თქვას, აი მე ეროვნული უმცირესობა ვარ და ამიტომ არ მიმიღეს სამსახურში. დღეს გვაქვს ესეთი მაგალითები? არსებობს ასეთი მაგალითებიც კი, ანუ მისთვისაც კლიშე და მისთვისაც სტერეოტიპია, ან თავისი ეროვნული იდენტობა ხშირ შემთხვევაში ასე ხდება სამწუხაროდ. ერთი მხარე არ შეიძლება იყოს ამაში დამნაშავე. დიდი მადლობა. მოდით ჩვენი საუბარი რო არ იყოს გარკვეულწილად ესეთი ჰაერში გამოკიდებული, ვისაუბროთ პროექტზე, რომელსაც ჩაატარა გარკვეული კვლევა თქვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტზე, სადაც მივიღეთ გარკვეული შედეგები და რა გვაჩვენა ამ შედეგებმა, ანუ რა ანალიზის საშუალებას იძლევა. ისიც რაც მოდით ორიოდე სიტყვით მოგიყვებით პროექტზე, ხომ? ეს პროექტი 2 წლის მანძილზე პროექტს ქვია პარტნიორობის დამყარება წარმატებული არაძალადობრივი ქმედებების მხარდაჭერისათვის, რომელიც თავისი საქმიანობით, ასე ვთქვათ, ემსახურებდა იმას, რომ ახალგაზრდებში წაგვეხალისებინა ადამიანის უფლებათა კულტურის დამკვიდრება, ტოლერანტობის და კულტურათშორისი დიალოგის წახალისება მომხდარიყო. ეს პროექტი 2 წლის მანძილზე ხორციელდებოდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობელები ვართ, რომ დროულად დაინახა და შეაფასა ევროკავშირმა ამ პროექტის აუცილებლობა და საჭიროება. მიზნობრივი რეგიონები არის აღსანიშნავი, ალბათ მურმანმაც ისაუბრა ამაზე, რომ ძალიან სწორი აქცენტები დაისვა იმით, რომ პროექტი ხორციელდებოდა თბილისში და კიდე 5 რეგიონში, საქართველოს 5 რეგიონში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ან კომპაქტურად არიან წარმოდგენილნი, ან მოსახლეობა შერეულია.
ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ცალკეულ რეგიონებში, სადაც კომპაქტური ჩასახლებებია, იყო ნახსენები, რომ არის ინფორმაციული ვაკუუმი დღესდღეობით და რამოდენიმე თაობა სამწუხაროდ აღიზარდა ისე, რომ არ აქვთ, ასე ვთქვათ, მათში შეინიშნება სამოქალაქო განათლების და ცნობიერების, ასე ვთქვათ, გარკვეული დეფიციტი დაბალი დონეზე. და მეორე შემთხვევაში, შეურული მოსახლეობის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ეს საზოგადოებებში, ასე ვთქვათ, მართლა დისკუსიის წამოჭრა, იქ სხვა ტიპის პრობლემებია და პროექტმაც ეს ნათლად გვიჩვენა, ასე ვთქვათ, რომ ჩავიხედეთ კონკრეტულ სიტუაციებში, კონკრეტულ რეგიონებში. შედარებაც არ შეიძლება ამ რეგიონების ხშირ შემთხვევაში, იმდენად განსხვავდება სიტუაციები. ჩვენი მიზნობრივი ჯგუფი იყო განსხვავებული. ანუ ერთის მხრივ იყვნენ ახალგაზრდები, უფროსკლასელები, სტუდენტები, ან ახალგაზრდა ლიდერები, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები და მეორეს მხრივ იყვნენ ახალგაზრდა პროფესიონალებიც. ანუ მათ შორის მედია აქტივისტები, ჟურნალისტები, ან ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები და ასევე პედაგოგები. ანუ ის, ასე ვთქვათ, ბირთვი საზოგადოების ძირითადი, რომელსაც აქ ან საზოგადოებაზე ანუ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის საშუალება, ან აქტიურად მუშაობენ ახალგაზრდებთან და მათთან აქ შეხება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონაც ჰქონდეთ სწორი გაგება. და საზოგადოებაში ამკვიდრებენ გარკვეულ მოსაზრებებს, რა თქმა უნდა. ბუნებრივია. კვლევა ჩატარდა უმცირესობებში, ასე ვთქვათ, არა მარტო ეთნიკურ, არამედ სექსუალურ უმცირესობებშიც, მიგრანტთა თემში. ანუ საკმაოდ ფართო სპექტრი არის. ფართო სპექტრი იყო. კი ბატონო და ანუ რამოდენიმე, ესე ვთქვათ, შემთხვევა და ესეთი ცოცხალი მაგალითები წამოვიდა ამ კვლევის დროს, ანუ ამ ფოკუს ჯგუფების ურთიერთობის დროს, კვლევის დროს. ურთიერთობის დროს, კი ბატონო, იმდენად დავინახეთ, რომ ძალიან საინტერესო საზოგადოება შეიძლება გეუბნება, რომ შეკითხვას რო უსმევ, ხო, ზოგი პროვოკაციულიც იყო, ასე ვთქვათ, შეკითხვა და ასე შემდეგ კითხვარში და შეკითხვას რო უსმევ, ანუ პასუხი არის ისეთი, რომ ასე ვთქვათ იდეალური, ასე ვთქვათ და თეორიული უფრო, მაგრამ როდესაც უფრო უღრმავდები საკითხს და ეკითხები, ვთქვათ, მოიყვანდი თუ არა ცოლად, მაგალითად, სხვა ეროვნების წარმომადგენელს. დიახ, მოვიყვანდი, რატომაც არა, პასუხია, მაგრამ ამასობაში მე უკვე მოდის გრადაცია, მაგალითად, ხო, ვთქვათ, ფრანგს მოვიყვანდი, ჩინელს არ მოვიყვანდი, ხო? ანუ უკვე მიდის, ანუ ესეთი გრადაცია. არა, მოვიყვანდი, მაგრამ მირჩევნია ლონდონში ცხოვრობ. მაგრამ მირჩევნია, თქვათ, პარიზი. ვიდრე სადღაც გადაკარგულ, თუნდაც პეკინი. თუნდაც ხო პეკინს ვაირ, ანუ ძირთად რა ხასიათის სტერეოტიპები გამოავლინა საზოგადოებამ კვლევის დროს ახალგაზრდებს, ძალიან საინტერესო ახალგაზრდებს რა აწუხებთ ამ შემთხვევაში? იცით რა არის? ძირითადად ეხლა მე ვერ გავაიგებებ, იმიტომ რომ იცით როგორ არის, ანუ კვლევა კი ჩატარდა, მაგრამ ეს არ იყო საფუძვლიანი კვლევა იმისათვის, რომ მე შემეძლო შედეგების გატანა და მთელ საზოგადოებას. გასაგებია. იმ კონკრეტულ რეგიონზე? კონკრეტულ რეგიონზე, ანუ დარჩ შედარება არ შეიძლება რეგიონების კიდევ ერთხელ ვიტყვი, მაგრამ აი რამოდენიმე შემთხვევაში, იგივე აჭარის შემთხვევაში, მაგალითად, იყო ისეთი შედეგი, რომ ახალგაზრდებს უფრო აწუხებდათ მაგალითად იგივე ეკონომიკური თვალსაზრისით, ხო, ანუ რეგიონის ეკონომიკიდან გამომდინარე ჰქონდათ საკითხები წამოიჭარა. იგივე ის, რომ შრომის ბაზარზე, ვთქვათ, კონკურენციას უწევენ, ვთქვათ. აქედან გამომდინარე ვინ იყო ფობიის წყარო? ორივე მხარე, მე ვერ ვიტყვი, ანუ ფობიის წყარო ესეც ცალსახად ნამდვილად ძალიან გამიჭირდება დასახელება, იმიტომ რომ ორივე მხარეს, ნამდვილად უმცირესობებსაც და უმრავლესობებსაც აქვს ფობიები და ეს არის უდავო და ამაზე უნდა ვიმუშავოთ. ჩვენ თუ ამაზე არ ვისაუბრეთ და არ დავიწყეთ ამაზე საუბარი, თუ ჩავიკეტეთ ჩვენს თავში, ხო, ანუ ეს კეთილს არ მოუტანს საზოგადოებას, ნამდვილად ამაზე უნდა, ანუ თვალის არიდება არ ნიშნავს პრობლემის გადაჭრას და საკითხის გადაჭრას. დიდი მადლობა. მურმან, რამდენად არგუმენტირებული იყო იმ ადამიანების, იმ ახალგაზრდა ადამიანების, ესე ვთქვათ, მოსაზრებები, თუ ზუსტად იმასთან გვაქვს საქმე, რომ ეს არის ჩამოყალიბებული, შეიძლება ჯერ კიდევ მშობლების სტადიაზე ჩამოყალიბებული რაღაც გარკვეული მოსაზრება, რომელსაც ის სრულად იზიარებს. კი ბატონო, ანუ ძირითადად ეს იყო დამახასიათებელი იმ რეგიონისთვის, რომელი რეგიონიდანაც იყვნენ ეს ახალგაზრდები, მათ შორის დედაქალაქიდან და ეს პრობლემები ზოგადად და კითხვაზე პასუხები იყო, ასე ვთქვათ, ადგილობრივი
ადგილობრივებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები და პრობლემები. აი მაგალითად ახლა ალექსანდრა საუბრობდა იგივე ბათუმთან დაკავშირებით, აჭარასთან დაკავშირებით. იქ იყო პრობლემა ის, რომ მაგალითად ანუ რატო იყო დაპირისპირება იგივე შეიძლება ეს ღია არა ყოველ შემთხვევაში, მაგრამ რეალური დაპირისპირება იგივე ეთნიკური თურქებსა და ქართველებს შორის. ანუ ეს იყო იმ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი მეჩეთის თემა დაემთხვა ეკონომიკური ექსპანსია ბჭყალებში ეს ადამიანები ადგილზე იყენებდნენ ამ სიტყვას, იმიტომ რომ ხდება მიწების, საძოვრების, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ასე თქვა ობიექტების შეძენა ამ ადამიანების მხრიდან და კი ბატონო არაქართველების მხრიდან და წინა ხელისუფლებაც ასე თქვა გარკვეულ შეღავათებს აძლევდა ამ ადამიანებს. იგივე ბუნებრივი რეაქცია ადამიანების. რა თქმა უნდა, ეს ამ ადამიანების ბუნებრივი რეაქცია. იგივე პრობლემები იყო სხვა რეგიონებთან მიმართებაში. ანუ ეს იყო თემატური, ვერ იტყვი რომ ცალსახად ყველა ასე ვთქვათ ერთ პასუხცემდა, თუმცა მეტნაკლებად დასაბუთებული. ვერ ვიტყვი რომ ეს იყო საიდან ჰაერიდან მოტანილი თემა, ან მოგონილი, ან ასე შემდეგ. დიდი მადლობა. ჩვენ მალე დავბრუნდებით და განვაგრძობთ საუბარს სტერეოტიპებზე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. საპატრიარქოში დაფუძნებულია უფასო სატელეფონო ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური თანადგომა. როგორც კვალიფიციური ფსიქოლოგები, ასევე მოძღვრები, მზად არიან თქვენს დასახმარებლად. დაგვიკავშირდით ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 11-დან 18 საათამდე. ჩვენი ტელეფონის ნომერია 43 55 00. ჩემთვის თავარი ჩემი შვილების ჯანმრთელობაა. აცრები მეხმარება მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. აცერი და დაიცალა. ჩვენ კვლავ ეთერში ვართ და განვაგრძობთ საუბარს. როგორ ფიქრობთ, რეალური რამდენად უფრო ჩვენს საზოგადოებაში რამდენად უფრო მეტია პროცენტულად, სადაც რეალური პროტესტის ნიშანი იწვევს? ძალიან კარგია რომ რეგიონულად დავყავით ეს პრობლემა, იმიტომ რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც ფობიებზე და სტერეოტიპებზე ვსაუბრობთ ისტორიული კონტექსტიც. იგივე მაგალითად როგორიც არის აჭარაში. თქვენ გახსოვთ ალბათ აქ მყოფობა ადამიანებს, რომ ტრენინგებზე იყო ერთი გოგონა, რომელსაც ჰქონდა მხოლოდ ერთი ეროვნების მიმართ აგრესია. ეს იყვნენ თურქები. და ძალიან მესმოდა მისი, თუმცა არ ვეთანხმებოდი აგრესიაში, იმიტომ რომ მას ტკიოდა და აწუხებდა მისი ისტორიული წარსული, მისი კუთხის და რეალობა, რომელიც როგორც მურმანმა თქვა, იმ წინა ხელისუფლების პირობებში არსებობდა და არც ახლა არის მოკლებული ამ რეალობას აჭარის რეგიონი. ყველაფერი არ შეიძლება იყოს ქსენოფობია და სტერეოტიპებთან დაკავშირებული, იმიტომ რომ თუ კი არსებობს პრობლემა, მხოლოდ იმიტომ რომ ქსენოფობია არ დაგარქვან და რაღაცა გარიყული არ აღმოჩნდა, ვთქვათ, სხვა საზოგადოებისგან არ შეიძლება მოითმინო თუ იზღუდება შენი უფლება. ამ შემთხვევაში არ გვაქვს ჩემი აზრით ადგილი არანაირ ქსენოფობიასთან, იმიტომ რომ იგივე აჭარის მოსახლეობა შეუძლია სხვა ერების მიმართაც ჰქონდეთ ესეთი დამოკიდებულება, მაგრამ არ აქვთ. დიდი მადლობა, თხოვთ. პირველ რიგში უნდა დაიწყოს ინდივიდუალურად ადამიანმა რა. იგივე ერნა ყავდათ პოგოსოვა სტუდიაში და ძალიან კარგად ნახეთ რომ ერნა პოგოსოვა მისი ეთნიკური წარმომავლობის გამო ძალიან ნაკლებად დავიჯერებ რომ ეხლა იყოს ოდესმე დაჩაგრული ან რაიმე სტერეოტიპის მსხვერპლი. ამიტომ მან ადამიანმა უნდა დაიწყოს საკუთარი თავიდან პრობლემის მოგვარება. მე ეს არის სახელმწიფო. სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული რომ ეს პრობლემა იქნას გადაჭრილი. ანუ უნდა იყოს ხელისუფლების დონეზე დაიწყოს ამ ყველაფრის და მესამე ადგილას მედია. მე მედიის წარმომადგენელი ვარ.
ვარ ჟურნალისტი და თუ ვსვავთ პრობლემას რომ აყენებს თუ არა მედია ამ პრობლემას პირველ პლანზე და რამდენად აქტიურად განიხილავს მედია ამ პრობლემას? მაგას ვამბობ, თქვათ რომ არ განიხილავს, ეს იქნება ტყუილი. უბრალოდ საქმე იმაშია, აქტუალობიდან გამომდინარეობს, მედია ყოველთვის მისდევს აქტუალურ პრობლემებს. სამოქალაქო განათლება არ არსებობს საქართველოში ისეთ დონეზე, რომ ამ პრობლემასთან უნდა დაიწყოს ბრძოლა. ხოლო როგორ უნდა დაიწყოს? მედია როგორ განიხილავს რომელ ჭრილში? აღვივებს თუ არა ამ შემთხვევაში? არა, მე ვერ ვიტყოდი რომ აღვივებს მედია? ნუ მედიასაც გააჩნია ამ პროცესში დაასრულეთ. მედია საშუალებას გააჩნია. თორემ არსებობს მედია საშუალებები, რომლებიც არაფრიდან ქმნიან პრობლემას და პირიქით, სვავენ პრობლემას და ამ პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებენ. კი ბატონო, ანუ საინტერესო თემა წამოიჭრა ძალიან და არ შემიძლია რომ ამას პასუხი არ გავცე. ჩემი აზრით იგივე თქვენ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით მე ვფიქრობ მედია ამას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს, უფრო და არ განიხილავს იმ ჭრილში, რასაც ქვია სახელმწიფოებრივი აზროვნობა. ყველაზე მნიშვნელოვანია თითეული ადამიანი, მით უმეტეს განსაკუთრებით მედიის წარმომადგენელი, სახელმწიფო ასე ვთქვათ სტრუქტურის წარმომადგენელი, საჯარო სექტორის წარმომადგენელი და იგივე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები განიხილავდნენ მას ასე ვთქვათ სახელმწიფოებრივი აზროვნების ჭრილში და არა იმ დივიდენდის ჭრილში, რა დივიდენდით შეიძლება მოუტანოს ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტს იგივე ამ თემის წინ წამოწევამ. მე პირდაპირ გეტყვით, რომ მე ვფიქრობ, სულ ცოტა ხნის წინ ასე ვთქვათ აგორებული კამპანია, ეს იყო ერთი კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის, ამ შემთხვევაში ოპოზიციის მიერ აგორებული კამპანია, მედია აყვა ამ კამპანიას და განიხილა ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში, ისე როგორც კონკრეტულმა სუბიექტმა, პოლიტიკურმა პარტიამ დასვა ეს საკითხი. ასე რომ მედია ასე ვთქვათ ადვილად ყვება იმ ვინმე ხაფანგებს, რომელიც ამა თუ იმ შეიძლება სუბიექტმა დააგო ეს ხაფანგი. მე პირდაპირ გეტყვი, რომ როდესაც ამ პროექტში დავიწყე მუშაობა, მეც გარკვეული სტერეოტიპები მქონდა ამას. ჩემი სტერეოტიპები, რომელიც ჩამომიყალიბდა წლების განმავლობაში. აბსოლუტურად მომეხსნა მთელი ის რიგი სტერეოტიპებისა, რომელიც მქონდა ჩამოყალიბებული ამ ახალგაზრდებთან ურთიერთობით, იმ რეგიონებში ჩასვლით, ადგილზე გაცნობით პრობლემებზე და ასე შემდეგ. ეს არის ასე ვთქვათ ცხოვრების განმავლობაში დაგროვილი არასწორი კლიშეები, ასე ვთქვათ და შემდგომ ეს ვითარდება, მედიაც ემატება ამას ზემოდან სხვა პრობლემებიც და შემდგომ გადადის ასე ვთქვათ არარეალობაში გადადიხარ. თან ხშირ შემთხვევაში უტრირება ხდება. კი. უკიდურეს ფორმებს იძენს, ანუ სტერეოტიპი ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი და ალბათ ლოგიკურიც მოვლენა, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს გააჩნია სტერეოტიპი არ აქვს მნიშვნელობა მართლა რომელიც გარკვეულწილად გვიაძვილებს კიდევაც ცხოვრება სტერეოტიპები, მაგრამ ყველა არა. ანუ ჩვენ გვინდა რომ გჯეროდეს იმის, ანუ იყოს ისე როგორც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი, მაგრამ თუ არ გადავლახეთ ეს სტერეოტიპები, ახლა შეიძლება მე ბავშვობაში არ ვიცი ბნელ ოთახში შესვლის მეშინოდა და რაღაცები წარმომედგინა რომ რაღაც საშიშროება ველოდებოდა იქ, მაგრამ ესეც სტერეოტიპია გარკვეული, ხო, რომელიც ვიყალიბდება, მაგრამ თუ არ გადავლახეთ, ხო, ყოველთვის მექნებოდა იმ ბნელი ოთახის შიშის სინდრომი, ასე ვთქვათ, ან სტერეოტიპი ცხოვრებაში. ანალოგიურია და მურმან რაც საუბრა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სამწუხაროდ მედია არის, არ ვიცი, უფრო ბიზნესად იქცა დღესდღეობით, უფრო ასე ვთქვათ. მედია ბიზნესია გარკვეულწილად, მაგრამ ამ თემებს აქცევენ ბიზნესად. სხვათა შორის აქ მედიაზე როცა საუბრობთ, ხო არსებობს გარდა ტელევიზიისა და ბეჭდური მედიისა, არსებობს კიდე სოციალური ქსელები და ელექტრონული მედია, ხო და არა ნაკლები მნიშვნელობა აქვს მას, იმიტომ რომ სამწუხაროდ დღესდღეობით ინტერნეტ სივრცეშიც არის ძალიან ფართოდ მოდებული, ასე ვთქვათ. ეს არის სამწუხაროდ. კი, დღესდღეობით ჩვენთან არაკონტროლი, მაგრამ მე იმის თქვა მინდა, რომ ამ პროექტის ფარგლებში ვეცადეთ, რომ ასე ვთქვათ, ინტერნეტ სივრცეშიც აქტიური ახალგაზრდებიც მოგვეცვა და გარკვეულწილად მათთანაც გვემუშავა, ასე ვთქვათ, მათ ინფორმირებულობის ამაღლებაზე და აგვესწრებიან სხვათა შორის სხვადასხვა ახალგაზრდები და ალბათ თავის სიტყვას იტყვიან. კი ბატონო. ძალიან საინტერესოა სოციალურ მედიაში ეხო და აი რამდენად მნიშვნელოვანია სოციალურ მედიაში ზუსტად ამ ბალანსის დაცვა. ძალიან რთულია, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია რომ დავიცვათ ეს ბალანსი სოციალურ მედიაში, იმიტომ რომ აუდიტორია იქ არის შეუზღუდავი. გთხოვთ? პროექტში მონაწილეობა მივიღე როგორც ბლოგერმა.
უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პროექტის წარმატებულად განსახორციელებლად სრულწლად წვრილმაით შეიტანეს. წინ წამოსწიეს ის პრიორიტეტები, რითაც შეიძლება ახალგაზრდებში და არა მარტო ახალგაზრდებში შემცირდეს ქსენოფობია და ძალადობა, რომელიც საქართველოში მე ვფიქრობ აქტიური არის. როგორც ბლოგერმა და ასე ვიტყვი სოციალური მედიის წარმომადგენელმა, მინდა აღვნიშნო, რომ სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ყველაზე არაკონტროლებადი მიმართულება ეს გაახშირდა სიძულვილის ენის დისკრიმინაციის ფაქტები, რომლებიც უმეტესწილად მიმართული არის ეთნიკურ უმცირესობებზე. მე ეს აყალიბებს სტერეოტიპებს. კი, ეს აყალიბებს სტერეოტიპებს, რომელიც შემდეგ უკვე იზრდება დისკრიმინაციაში, ძალადობაში, თუმცა აქ მე მინდა აღვნიშნო, რომ ნელა ის იმ ადამიანების რაოდენობაც იზრდება, რომელიც ამ ყოველივეს ეწინააღმდეგებიან. ჩვენ ქართველებმა რაც საუნდებელი ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ვართ სტუმართმოყვარე, ხშირ შემთხვევაში გვაუწყდება თუ რა არის ტოლერანტობა, ურთიერთპატივისცემა. ეს პროექტი კი კარგი საშუალება იყო იმის, რომ გაგვეხსენებინა ეს და შემდეგ უკვე რეალობაში გადმოგვეტანა და კარგი მაგალითი სხვა ორგანიზაციებისთვის და შესაბამისი ორგანოებისთვის, რომ გაატარონ პრევენცია ძალადობის და ქსენოფობიის შესამცირებლად. უპირველეს ყოვლისა უნდა მოხდეს ცნობიერების ამაღლება და ეს ყოველივე შეუწყობს უკვე თავისთვის ნელა ეს ყოველივე საქართველოში ნელა ეს პრობლემა მე ვფიქრობ გადაიჭერება. დიდი მადლობა. თხოვთ. მინდა თქვა, რომ სოციალურ ქსელებში პირიქით არის უფრო სუბიექტური პოზიცია არის დაცული და ნებისმიერი პიროვნება შეიძლება გაიგოს სხვადასხვანაირად, თქვა ზოგიერთთვის ეგ იქნება მისაღები, ზოგისთვის არ იქნება მისაღები და ეხლა რაც შეეხება შეზღუდვით ვერ შეზღუდავთ, რადგან შეუძლებელია უბრალოდ, მაგრამ ამაზე საჭირო არის მუშაობა სხვათა შორის ბლოგერებთან, სოციალურ აქტივისტებთან, ვინც იქნებიან იმის კურსში, რომ თქვა რა ინფორმაცია განათავსონ და რა სტილით მიაწოდონ საზოგადოების, რომ არ მოხდეს თქვა გარკვეული სტერეოტიპები და ასე შემდეგ. დიდი მადლობა. კიდევ ის აქვს სურვილი გამოთქვას აზრი? ბატონმა მურმანმა ახსენა აჭარის რეგიონში თურქეთის მოსახლეობის მხრიდან მიწების შეძენა. აი ზუსტად მაგაზე მინდა 2 წამით. თუმცა ამ შემთხვევაში არა მარტო აჭარაში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით არის დაპირისპირებული. ჩემს მხრიდან ეს არის სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობით წარმოშობილი რაღაც სტერეოტიპები, იმიტომ რომ სახელმწიფო რო არა ეცით როგორ რასზე ვსაუბრობ. სახელმწიფომ უნდა გამახვილოს ყურადღება და გამოაცხადოს ეს კონკურსი, ეს ფართი, თქვათ, იმიტომ რომ საქართველოში უამრავი ინვესტორი ჩამოვიდა და შეიძინეს მართლა დიდი მიწები, თუნდაც თბილისში. ეს სახელმწიფო უნდა გამოვიდეს, რა დააკმაყოფილა, რა პირობები დააკმაყოფილა, რატომ ეს კომპანია და ეს აგრესია რომ არ არსებობდეს. და ჩემი აზრით, აქ არის სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობა, რომ სახელმწიფო პირდაპირ უბრალოდ გაყიდის ამ მიწას, ინვესტორი და მოსახლეობა ეჯახება ერთმანეთს. და იბადება აგრესია. როგორც სახელმწიფოს როლზეც ვისაუბროთ. კი ბატონო, მურმან. უბრალოდ ერთ რემარკას გავაკეთებ, ეს მიწები წინა ხელისუფლების პერიოდში იქნა, ასე ვთქვათ, შეძენილი და შესაბამისად პასუხისგებლობას ამ შემთხვევაში ეს ხელისუფლება ნაკლებად აიღებს, რაც აწი გაგრძელდება, ეს უკვე რა თქმა უნდა ამ ხელისუფლების პრიორიტეტი და შესაბამისად მისი გადასაწყვეტი იქნება თუ რამდენად სწორად ჩატარდება კონკურსები, თუმცა გეთანხმებით კონკურსების საფუძველზე. რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ახალგაზრდული მიმართულებით მუშაობს 3 სტრუქტურა იმისათვის, რომ იგივე ეთნიკური უმცირესობების პრობლემები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოხდეს, რაც შეიძლება კარგად, სწრაფად, პოზიტიურად, ტკივილების გარეშე. ეს არის ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი, რომელიც აფინანსებს ამ შემთხვევაში იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს და პრიორიტეტია უშუალოდ 2013 წლის პრიორიტეტი ეს არის ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაცია. ჩვენ ეხლა არის საგრანტო კონკურსი, რომელიც დასრულდა ამ შემთხვევაში და მიმდინარეობს ასე ვთქვათ პროექტების განხილვის პროცედურა და სხვათა შორის უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირდა. უამრავი პროექტი, ათეულობით პროექტი არის შემოტანილი ეთნიკური უმცირესობების პრობლემების მოგვარებაზე, როგორც სამცხე-ჯავახეთში, ასევე ქვემო ქართლში, ასევე თბილისში და სხვა მეტნაკლებად დასახლებულ ეთნიკური უმცირესობების დასახლებულ რეგიონებში. არის ახალგაზრდული და რა თქმა უნდა ჩვენ დავაფინანსებთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ასე ვთქვათ ყველაზე სწორად დასვამენ ამ პრობლემის მოგვარების გზებს. რაც შეეხება ეს ბავშვთა ახალგაზრდობის განვითარების ფონდს, ასევე ახალგაზრდული დეპარტამენტი, რომელსაც უშუალო პროგრამები გააჩნია, რომელიც ხორციელდება ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში და სულ არის რამოდენიმე პროგრამა არის, რომელიც არის ბილინგური სწავლება, არის სხვადასხვა ფესტივალები,
არის ახლა ითარგმნა სხვათა შორის არაერთი ნაწარმოები, ვაჟებ-შაველას ნაწარმოები ითარგმნა. კი ბატონო, ითარგმნა აზერბაიჯანულად და მალე გადაითარგმნება სომხურ ენაზე და სხვადასხვა პროგრამები, იგივე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, ანუ მესამე სტრუქტურა, CP არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამინისტროსი, რომელიც ბანაკებში ჩართავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, ჩართავს ასევე სხვა პროგრამებში, იგივე დებატ კლუბებში. შესაბამისად, ყველა მხარე თავისი მიმართულებით მუშაობს იმისათვის, რომ ამ ადამიანების ინტეგრაცია, ამ ადამიანების პრობლემების მოგვარება, მაშინ სტერეოტიპებიც არ იარსებებს. კი, მეტნაკლებად იარსებებს, ახლა მისი მავდე კლიშეებზე ვსაუბრობ, რომელიც ჩვენ ხელს გვიშლის დიალოგში. და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფო ამ შემთხვევაში ერთი სტრუქტურის მხრიდან, რასაც ქვია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ვიცი რომ განათლების სამინისტროს აქვს თავისი პროგრამები, ასევე სხვა სამინისტროებს შესაბამისი უწყების მხრიდან აქვს სხვადასხვა პროგრამები და მე ვფიქრობ ძალიან მალე ძალიან დიდ შედეგებს მივიღებ და ამას თქვენც დაინახავთ საკუთარ. ძალიან კარგი, დიდი მადლობა. ხო. და მინდა გავამახვილო ყურადღება ტერიტორიების გაყიდვაზე. მაგალითად, კონკრეტულად ვილაპარაკებ ჩემს სოფელზე, რომელიც არის ძალიან მცირერიცხოვანი მოსახლეობა ცხოვრობს და ამ შემთხვევაში მოხდა ტერიტორიის გაყიდვა, სადაც არავინ გაითვალისწინა მოსახლეობის ადგილი, მოსახლეობის აზრი. მოსახლეობის ინტერესი. და აგრეთვე მათაც წეღან ამ ქალბატონმა გაამახვილა ყურადღება აჭარლების დამოკიდებულება თურქებთან. და ასეც ხდება ჩვენ სოფელზე, ჩვენ სახალხოებასაც ხერთვისი, ასპინძის რაიონის სოფელი ხერთვისი. მათაც უჩნდებათ დამოკიდებულება თურქებთან დაკავშირებით ძალიან ცუდად, იმიტომ რომ იქ ანგრევენ ტერიტორიებს და ხალხს იძულებულს ხდიან დატოვონ თავიანთი ტერიტორია, რადგან იქ აღარ აქვთ ბავშვებს უფლება, რომ უკვე ითამაშონ თუნდაც ფეხბურთი და გავიდნენ ნორმალურად, რადგან ქართველების გარდა იქ უკვე ყველა ეროვნების მოსახლეობა და თავისუფლად ვეღარ გადიან ბავშვები ვერც ასეილოდ, ვერც სათამაშო და ამიტომ ერჩიან? არა, არ ერჩიან, უბრალოდ იქ არის ნაყიდია მიწები. ანუ მიწები აღარ არის, სადაც შეიძლება ითამაშო. დიახ. საძოვრების პრობლემაცაა, როგორც მახსოვს სამკითხულობდი ამაც. გაყიდულია ეს ტერიტორიები, საზოგადოების აზრი იქ არავის არ გაუთვალისწინებია. ეხლა ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფრის წინააღმდეგი იყო, მაგრამ სახელმწიფო ეს აზრი არ გაითვალისწინა. მხოლოდ და მხოლოდ ფიქრობენ ბიზნესის წინ წასვლაზე. დიდი მადლობა. თხოვთ და მე შემიძლია უბრალოდ არ გამოვეხმაურო იმ მოსაზრებებს, რაც ითქვა დარბაზში და ანუ იქ იყო საუბარი მაგალითად რამოდენიმე მაგალითი იყო მოყვანილი მოსახლეობის ერთმანეთში დაპირისპირების და ასე შემდეგ და უბრალოდ კონტრზომებსაც გააჩნია, ხო? ანუ იმ ქმედებებს, რასაც ჩვენ დაუპირისპირებთ, ასე ვთქვათ, ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სიტყვაზე ქსენოფობიურ გამოვლინებებს ქსენოფობიური ზომებითვე არ მიუდგეთ და არ ვუპასუხოთ. ჩვენ ხო ამ შემთხვევაში მაინც ვაიგივებთ, აი, რადგან თურქეთის სახელმწიფოს მოქალაქის, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის მიერ შეძენილი მიწის გამო რაღაცა გარკვეული დაპირისპირება წარმოიშვა ან ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქის მიერ, ხო? რეალურად იმ ადამიანს ერთი უკანონო არაფერი ჩაუდენია იყიდა. დავიწყოთ აქედან. მეორეც ერთი არ შეიძლება მის მიმართ წარმოქმნილი გარკვეული ბრაზი სიძულვილი თელს ერზე რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში არსებობს სამართალდამცავი ორგანოები და ისინი სასამართლო არსებობს. სასამართლოც არსებობს პოლიცია. ჩვენ კი სამოქალაქო საზოგადოების სხვა ზომებით და ხერხებით უნდა მივხვდეთ ამ საკითხებს, ეგ არის ჩვენი როლი და ფუნდამენტალური ფუნქცია და იმათ ვისაც გვესმის ამ საკითხის აქტუალურობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავაფიქსიროთ ჩვენი აქტიური პოზიცია ამ თემების მიმართ თითოეულმა ჩვენთაგანმა აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა მე ვარ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი თუ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი ვარ თუ ჩვეულებრივი გითი მოქალაქე ვარ აუცილებელია რომ ჩვენთვის თუ არის იმის გაგება ამ თემების აქტუალურობის გაგება ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ჩვენ პატარა წვლილი უნდა შევიტანოთ ამ პროცესში და ამ პატარ-პატარა ნაბიჯებით ერთ დიდ საქმეს კი გავაკეთებთ ყველანი ერთად და ძალიან მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფო დონეზე ექცევა ამ თემებს ყურადღება დღესდღეობით და მართლა ძალიან მისასალმებელია ჩვენი მხრიდან რომ მართლა ესე არ არის წყალში გადაყრილი ჩვენი ძალისხმევა რომელიც მართლა წლების მანძილზე ვდებდით ამ სფეროში იგივე პროექტის ფარგლებში ჩვენ ანუ უბრალოდ რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობაზე რომ წავიდა საუბარი აუცილებლად უნდა ვთქვა რომ პროექტის ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი თანამშრომლობის მემორანდუმი რამოდენიმე სახელმწიფო უწყებასთან ეს იყო სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ბავშვთა და ახალგაზრდთა განვითარების ფონდი ეს იყო კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სახალხო დამცველის ოფისი აპარატი
არა და ის არის რა ქვია რომელთანაც გაფორმდა ეს ხელშეკრულება სადაც ჩაიდო მკაფიოდ რომ ვიღებთ იმის პასუხისმგებლობას რომ წავახალისოთ ეს თემები რომელიც აქტუალურია ახალგაზრდებისთვის დღევანდელ საზოგადოებაში და ზუსტად სტერეოტიპებზე არის ერთ-ერთი ჩვენის მხრივ ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ ბატონო გიორგი თვითონ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მის წარმომადგენლებთან ექსპერტებთან ვისაც კარგად ესმის ეს საკითხები იგივე მულტიეთნიკური რესურს ცენტრი იგივე მრავალეროვანი საქართველო და სხვა ორგანიზაციები ვინც ამ მიმართულებით არიან დაინტერესებული წლების გამოცდილება გააჩნიათ და კარგად იციან თუ სად რაში მდგომარეობს პრობლემის არსი ვითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს და რა თქმა უნდა იგივე ის პრიორიტეტული მიმართულება რომელიც ამ შემთხვევაში ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაცია ბილინგური სწავლება მულტიკულტურული დიალოგი ახალგაზრდების ჩართულობა დაახლოება რეგიონების გაცნობა რაც გვაქვს ჩადებული ჩვენს პრიორიტეტებში სწორედ ამ რეკომენდაციებიდან გამომდინარე არის გაგრძელებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ახალგაზრდებს აქვთ ინიციატივა, იცით, იმიტომ რომ აი რაც ვიდეო აჩვენეთ თქვენ, თუნდაც ეგ მეტყველებს იმაზე, რომ ახალგაზრდებში არსებობს ინიციატივა თვითონ იციან რა არის ახალგაზრდებისთვის უფრო გასაგები და მისაღები, რა ხერხები და მიდგომები და სწორედ ამიტომ ანუ რა ვიდეოც ჩვენ ვნახეთ, რა იყო ნაჩვენები, სწორედ ამაზე არის აგებული, რომ რა მიდგომები გამოვიყენოთ, რა კრეატიული ხერხები გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მოვიცოთ საზოგადოების და ახალგაზრდების უფრო ფართო მასები, როგორ მივაწვდინოთ მათ უფრო აი ეფექტურად და უფრო ასე ვთქვათ, როგორ დავაინტერესოთ და მათთვის მიმზიდველი ხერხებით, როგორ მივაწოდოთ საკმაოდ მძიმე ინფორმაცია. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა მოგზაურობისთვის. უღრმესი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. დღევანდელი ჩვენი საუბარი სტუდიაში სტერეოტიპებზე დასრულდა. რა თქმა უნდა, ადამიანები ალბათ ვერასოდეს ვერ გამთავისუფლდებით სულად სტერეოტიპებისგან, მაგრამ ცდილობა იმის, რომ მავნე კლიშეებს დავახციოთ თავი, სუდი არ იქნებოდა. მე მომავალ კვირამდე გემშვიდობები. კარგად წარდგეთ. ახალს.